ძმებო, დღეს ხამზად ჩიმაევზე უნდა ვიბაზროთ. იცით რა მხდება თვალში? ამ ბოლო დროს არმან სარუკიანზე იმდენი ვიდეო დაიდო და ვფიქრდი. ხალხი ილია თოფურიას ყოველ სიტყვაზე ჭედავს და აკრიტიკებს, მაგრამ არმანს რატომღაც ყველაფერს უტარებენ. აი, ხამზათმა კი არ გაუტარა. უთხრა ის, რის თქმაც სხვებს ეშინიათ და თან პირში უთხრა, ვაშკაცურად. და სიმართლე გითხრათ, რაც დრო გადის, ჩიმაევი უფრო და უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს ჩემს თვალში. ტიპი რეალურად დასერიოზდა. ადრე მეც ბერგს ვაკრიტიკებდი ხამზათს. მახსოვს ისტორიები კადიროვზე, ის ბუნდოვანი ვიდეოები დარბაზიდან ვიღაცამ რომ დაანოკაუტა. როგორც ვიცი, კადიროვის შვილი იყო თუ ვიღაც ეგეთი. მაშინ ხამზათი ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებდა. თითქოს სხვის ჭყვაზე დადიოდა. მაგრამ დღევანდელი ხამზათი სხვა დონეა ძმაო. ეთყობა რომ ცხოვრებამ ბევრი ასწავლა. კი, შონ სტრიკლენდთან ჩხუბის გაყიდვა უნდა, ბაზრობს ბევს, მემებს ყრის. ეგ ბიზნესია, გასაგებია. მაგრამ როცა საქმე ფასეულობებს ეხება, იქ ჩიმანევი კედელივით დგას. აი, არმან სარუკიანი ავიხოთ. ტიპი დარბაზში ლამბორგინით მიდის. ყველა საჩუნებს რამდენი ფული აქვს, იმ გამხდარ სტრიმერებთან ერთად მაიმუნობს. ხამზათმა კი პირდაპირ დაუსხა. ძმაო, სიმარტივეა მთავარი. არ არის საჭირო ამდენი პონტებიო. ხამზათსაც მილიონები აქვს, მაგრამ ის ისეთი ტალახიდან ამოვიდა, რომ იცის რომ ფული კაცს არ აკეთებს. არმანი კი მიუხედავად იმისა, რომ უნიჭიერესია და დარბაზში სულს ღვრის, მაინც ისე იქცევა როგორც ოქროს ახალგაზრდობა. ხამზათი სიმარტივეს აწვება, რადგან იცის რომ დღეს ფული გაქვს, ხვალ არა. კაცობა კი მუდმივია. არმანი კიდე ამ ინფლუენსერებში გაერია და ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც ჩემს თვალში მის პატივისცემას აკრობს. ეგ პრანკები, აუზში ტანსაცმლით გადახტომები და ბავშვური ღადაობები. 30 წლის კაცი ხდები ძმაო, სირცხვილია. ხამზათი გვერდით უზის როგორც უფროსი ძმა, როგორც ავტორიტეტი და არმანი ბავშვივით თავს იმართლებს, უფულოდ ვარო ბრო. მანდ გამოჩნდა ვინ არის ალფა და ვინ უბრალოდ პოპულარული ბიჭი, რომელიც ლამაზ მანქანას ამოეფარა. ჩიმაევი იქ რეალურ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს უტარებს და ეს არის ის, რაც დღეს სპორტში გვაკლია, ნამდვილი ფასეულობები და არა დეშეური შოუები. საქმე იმაშია ძმებო, რომ მარტო ლამბორგინით კატაობა არ არის პრობლემა. პრობლემა იქ იწყება, როცა ფულის გამო ყველაფერზე აწერ ხელს. აი, ამას წინათ არმანმა რა თქვა? WWE-ში, ანუ ამ ამერიკულ რესტლინგში მინდა ძალების მოსინჯვაო. იძახის იქ არაფერს აკეთებენ, თეატრია, იტყუებიან და მილიონებს იგებენო. აი, აქ კი ხამზათმა ისევ დაასტობა. უთხრა, თუ მაგას იზამ, ჩემი მეგობარი აღარ იქნები. ფულის გამო ყველაფრის გაკეთება არ შეიძლებაო. დაფიქრდით, რა დონის სიმართლე ამ სიტყვებში? ხამზათი, რომელსაც ბავშვობაში საჭმელი არ ქონდა და მართლა ნულიდან ამოვიდა, დღეს იმ ტიპს ასწავლის ფასეულობებს, ვინც ოქროს აკვანში დაიბადა. არმანს ფული არ უჭირს, მილიონერია, მაგრამ მაინც იმას ეძებს, სად უფრო მეც მოჭრის იავფასიანი მაიმუნობით. ხამზათი კი ეუბნება, ძმაო, ეგ გზა კაცობისკენ არ მიდის. ფული მოვა და წავა, მაგრამ სახელს ერთხელ გაიტეხ და მორჩა. ეს არის ნამდვილი ავტორიტეტის სიტყვა. ჩიმაევს ვერ ეტყვი რომ ჩხუბში გაჯობებო, დააღეჭავს და გამოგაფურთხებს. ვერც ჭიდაობაში აჯობებ. ამიტომ, როცა ასეთი კაცი გარიტებს, უნდა გაჩუმდე და მოусმინო. ხამზათმა თავის დროზე მწარე გაკვეთილი ისწავლა. გახსოვთ დარენტილი. ისინი ხომ განუყრელი მეგობრები იყვნენ, Smash Brothers ეძახდნენ, ყველგან ერთად იყვნენ, ერთად ვარჯიშობდნენ, ერთად ერთობოდნენ. მაგრამ ერთ დღეს ხამზათი უბრალოდ გაქრა მისი გვერდიდან. რატომ? იმიტომ რომ მიხვდა, დარენტილი უფსკრულისკენ მიექანებოდა. ტილი იყო უნიჭიერესი, მაგრამ უდისციპლინო. წონას ვერ აბარებდა, ვარჯიშებს აცდენ და ღამის კლუბებში დაძვრებოდა. ხამზათმა კი თქვა, მე ჩემპიონობა მინდა, მე წინსვლა მინდა, მე არ ვაპირებ ვიღაცას უკან ვდიო და მისი ტალახი მეც მომეცხოსო. აი, ეს არის ზრდასრული კაცის გადაწყვეტილება. როცა ხედავ რომ შენი ძმაკაცი ძირს გეკაჩება, უნდა გქონდეს ძალა რომ გზა გააგრძელო. დარენტილი დღეს სად არის? UFC-დან გააგდეს, კარიერა დაენგრა. ახლა რაღაც გაურკვეველ ბოქსის მაჩებს ეძებს. ხამზათმა კი ეს სარკეში დაინახა და თქვა, მე ასეთი არ ვიქნებიო. ახლა კი სარუტიანს უყურებს და იგივეს ხედავს. ხედავს როგორ ერთობა არმანი ვიღაც სტრიმერებთან, როგორ აკეთებს ბავშვურ პრანკებს და როგორ გადადის სპორტიდან შოუ ბიზნესში. ვიცი ახლა კომენტარებში ბავშვები შემოვარდნებიან და დამიწყებენ, შენ რა იცი, ეგ ჰაიპია, ეგ ბიზნესიაო. მისმინეთ, ბიზნესი სხვა რამეა და საკუთარი თავის დამცირება სხვა. როცა 30 წლის კაცი ხარ, სოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი და ვიღაც ტიპებს აუზში ტანსაცმელით აგედინებთ თავს, რომ ხალხმა ლაიქი დაგიწეროს, იქ კაცობა მთავრდება.
ხამზათი იქიჯდა როგორც ნამდვილი ალფა, მშვიდად, მყარად და უბრალოდ უყურებდა ამ ცირკს. არმანი კი გვერდით უხტუნავდა, ეხუტებოდა, თავს იმართლებდა. მანდ გამოჩნდა ყველაფერი. ვინ არის მგელი და ვინ არის ის, ვინც მგელობას თამაშობს. ცხოვრებაშიც ეგრეა ძმაო. თუ გინდა შორს წახვიდე, სწავლეში იქნება ეგ, სპორტში თუ საქმეში, ხამზათის მენტალიტეტი უნდა გქონდეს. უნდა იცოდე, როდის თქვა არა იაფფასიან გართობაზე და როდის დადგე შენს პრინციპებზე. არმანს დისციპლინა აქვს დარბაზში, მაგრამ ცხოვრებაში გაფანტავია. ის ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რომ ლამბორგინიზე უფრო ძვირფასი რამე არსებობს. ეს არის შენი სიტყვა და შენი სახელი, რომელიც არ უნდა დაანაგნიანო ინტერნეტ ლაიქების გამო. ხამზათი ეს იცის და სწორედ ამიტომ არის ის დღეს ის, ვინც არის. მოდით სიმართლეს თვალებში შევხედოთ. ბევრი მეტყვის, რომ ბუმერი ვარ, რომ ძველი გაგების ვარ და თანამედროვე სამგაროსი არაფერი მესმის. შეიძლება ეგრეც არის, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც იწყება სრული აბსურდი. აი ეს ვიდეო ნახეთ, სადაც არმანი იმ გამხდარ სტრიმერთან ერთადაა. სახელიც კი არ მახსოვს იმ ბიჭის. ვიღაც ტიპია, რომელიც არ ვიცი რატომ გახდა ასეთი პოპულარული. საერთოდ ხანდახან მიკვირს, რატომ ხდებიან დღეს ადამიანები ცნობილები. მესმის იბაი, ნიჭიერი ტიპია. მესმის აურონ პლეიტი, თავისი საქმის პროფესიონალია. ტიპი ჭიანჭველების რბოლას რომ ახმოვანებდეს, ალბათ იმასაც ბოლომდე მოусმენდი. ნიჭი აქვთ ძმაო და პატივს ცემ. მაგრამ ეს ვიღაც ტიკტოკერები და პრანკერები რას აკეთებენ საერთოდ? აი, არმანი დადის ამ ტიპთან ერთად. მიიყვანა თავის დარბაზში, აჩვენა აუზი და უცებ ჰოპ, ის ტიპი ტანსაცმლიანად აუზში აგდებს არმანს. და ამაზე მილიონობით ადამიანი ღადაობს. კომენტარებს წერენ, იცინიან. მე ვუყურებ ამას და ჩემს თავს ვეკითხები, რა არის აქ სასაცილო? მართლა ვერ ვიგებ. კაცი ხდები 30 წლის. მთელი კავკასია და საქართველო შენ შემოგყურებს როგორც მაგალითს და შენ ვიღაც პატარა ბიჭს აძლევ უფლებას ასე მასხრა დაგიგდოს ლაიქების გამო? მე ზედმეტად ძველი ვარ ამ დროისთვის ძმაო. მე არ მიყვარს ასეთი თამაშები. ეგ თამაშები მანამაა კარგი, სანამ შენ არ გეხება. მე ბავშვობაში ფუტკუნა ვიყავი და სულ ცდილობდნენ ჩემს ხარჯზე ვიმეს გაებაჩა გოგოების წინაშე. ხო და ვიცი ეგ გემო. არავის არ სიამუნებს, როცა შენს თავმოყარეობაზე ღადაობენ. ეგეთ დროს ჩხუბი მიწევდა ხოლმე და მერე თავს მინებებდნენ ხოლმე, იმიტომ რომ ხვდებოდნენ ჩემთან ეგ ნომერი არ გავიდოდა. და აქ, როცა ვუყურებ ამორს, ხამზათს და არმანს, ჩემს წინ ორი სხვადასხვა სამყაროა. ხამზათი არის კაცი, რომელიც თავისი ავტორიტეტით და სიტყვით დომინირებს. მას არ წირდება ლამბორგინი, რომ დაგანახოს ვინ არის აქ მთავარი. ის უბრალოდ ძის, მშვიდად ლაპარაკობს და შენ გრძნობ, რომ ის არის ალფა. ის არის ის, ვინც სიტუაციას აკონტროლებს. არმანი კი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იმ მომენტში უფრო ძვირიანი საათი ეკეთებს, მაინც პატარა ბიჭად ჩანს, რომელიც ცდილობს ყველას მოეწონოს. I'm broke, bro, ეუბნება ხამზათს და ეხუდება. ეს არის ბავშვური ქცევა, დამცავი რეაქცია. ჩემი ვიდეოები და ეს ანალიზი მარტო არმანის კრიტიკა არ არის. ეს არის გაკვეთილი იმ ბიჭებისთვის, ვინც ახლა მიყურებს. ნუ გიქცევით ასე. ნუ გახდეთ ინტერნეტ ცირკის ნაწილად. გონიათ, რომ ეს პოპულარობაა? ინტერნეტში შეიძლება ბევრმა ნახოს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ადამიანი რომ დაგინახავს იტყვის, ეს რა იდიოტია, ტვენი არ აქვსო. ნორმალური კაცები 12 წლის მერე აღარ თამაშობენ ეგეთ თამაშებს. კაცობა სხვა რამეა, ძმაო. კაცობა არის ის, რომ როცა შენს სახელს ახსენებენ, ადამიანებს პატივისცემის გრძნობა უჩნდებოდეს, არა და დაცინვის სურვილი. ვიცი, ბევრი იტყვის, რომ არმანი ტრია მაქვს, ანუ არ მიყვარს. არა ძმაო, პირიქით. კარგი ბიჭია, ნიჭიერია, ბევრს შრომობს, მაგრამ გზას აერია. იმ ინფლუენსერების სამყარომ შეიტყუა და ნელ-ნელა კარგავს იმ მებრძოლის სულს, რომელიც თავიდან ჰქონდა. ხამზათმა ეს პირდაპირ უთხრა და მე მას ვეთანხმები 100%-ით. კაცმა არ უნდა გაყიდოს თავისი პრინციპები არც ფულზე, არც WWE შოუზე და არც TikTok ნახვებზე. ამიტომ ძმებო დაპიქტით, ვის გინდათ დაემსგავსოთ? იმას, ვინც ლამბორგინით დადის, მაგრამ აუზში ტანსაცმლიანად აგდებენ საღადაოდ, თუ იმას, ვინც უბრალოდ ძის, მაგრამ მისი ერთი სიტყვაც კი მთელ დარბაზს აჩუმებს? ჩემთვის პასუხი ნათელია. ხამზათი ამ მომენტში მასწავლებელი იყო, არმანი კი მოწაფე, რომელმაც გაკვეთილი ვერ ისწავლა. იმედია, ვინც ამას მოისმენს, რაღაცას მაინც გამოიტანს თავისთვის. არ გახდეთ ჰაიპის მონები. დარჩით კაცებად, დარჩით უბრალოები და გახსოვდეთ, ნამდვილი ძალა შიგნიდან მოდის და არა მანქანის მარკიდან. დაწერეთ ქვემოთ, რას ფიქრობ. მართალია ხამზათი თუ მე ვარ ზედმეტად ბუმერი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა ჰე, წარმატებები ყველას.